საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადება. ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა უზენაეს სასამართლოს შენობაში, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია აქ მოსვლა და მოსამართლეებთან შეხვედრა. ჩვენ გვქონდა საუბარი ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება საქართველოში სასამართლო სისტემის ფუნქციონირებას, კონკრეტულად სასამართლოს დამოუკიდებლობას. ჩვენთვის სასამართლოს დამოუკიდებლობის შემდგომი გამტკიცება არის რა თქმა უნდა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვა არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ამ კუთხით იცით რომ არის კონკრეტული გამოწვევები, მათ შორის ეს არის გამოხატული იგივე პირდაპირ ჩარევებით, რაც წლების მანძილზე ხორციელდებოდა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. დღეს გავიხსენებთ ჩვენ იგივე მოსამართლე ჩხიკვაძის საქმე, სხვა ჩარევები ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობაში და ასევე შევეხეთ რა თქმა უნდა სანქციებს, რომლებიც დაწესდა სხვადასხვა ქვეყნის სტრუქტურების მხრიდან ქართული მოსამართლეების მიმართ. და კიდევ ერთხელ შემიძლია აღვნიშნო ის, რომ ეს ყველაფერი არის ტრაგიკული იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აწესებენ სანქციებს. კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ჯონ ლოკის ქვეყანაში, ინგლისში, დიდ ბრიტანეთში აბსოლუტურად გაუგონარი მოვლენაა ეგრეთ წოდებული გონივრული ეჭვის საფუძველზე ისეთი სანქციების დაწესება, რომლებიც თავისი არსით უთანაბდება სისხლის სამართლებრივ სანქციებს. უბრალოდ წარმოუდგენელი რამ იქნებოდა ესეთი რამ დაახლოებით 20 წლის წინაც კი 30 წლის წინ მით უმეტეს გასულ საუკუნეებში კიდევ უფრო მეტად რა თქმა უნდა ასეთ მოვლენებს ჩვენ დაუპირისპირდებით იმით რომ კიდევ უფრო მეტად განვამტკიცებთ სასამართლოს დამოუკიდებლობას. ამას ალტერნატივა არ აქვს. კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი. შესაბამისად აქ ვიქნებით მაქსიმალურად პრინციპულები. თქვენ ახსენეთ რომ ბრიტანული სანქციების გამოცხადებიდან 2 დღეში თქვენი სტუმრობა და შეხვედრა სასამართლო ხელისუფლებასთან რა პოლიტიკური გზავნილია მათ შორის იმ ადამიანებისთვის ვინც მიიღო ეს გადაწყვეტილება იმ სახელმწიფოებისთვის საიდანაც მოდის ეს სანქციები. ჩვენი გზავნილი არის ის, რომ დღეს სასამართლო არის დამოუკიდებელი და ყველაფერს გავაკეთებთ სასამართლოს დამოუკიდებლობის დასაცავად. კიდევ ერთხელ შემიძლია შეგახსენოთ, რაც ხდებოდა საქართველოში 2012 წლამდე, კონკრეტულად მართლმსაჯულების სისტემაში და როგორ შეიცვალა სისტემა 2012 წლის შემდეგ. და სტატისტიკაზეც გქონდა მე საუბარი, რაც გავიხსენე. ორჯერ, სამჯერ, ზოგიერთ შემთხვევაში ორჯერაც არის დაახლოებით გაუმჯობესებული სტატისტიკა. იგივე სტრასბურგის სასამართლოში მიუხედავად იმისა, რომ შეცვლილია ბუნებრივი სამართლებრივი კულტურა, ამაღლებულია სამართლებრივი კულტურა, სამჯერ ნაკლები საქმეები მიდის ქართულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში. ეს არის უკვე უტყუარი მტკიცებულება არა მარტო იმისა, რომ რადიკალურად გაუმჯობესდა 2012 წლის შემდეგ ვითარება სასამართლო სისტემაში, რომეც ეს არის ასევე მტკიცებულება იმისა, რომ დღეს ქართული მართლმსაჯულება ფუნქციონირებს ჯანსაღად, თვისებრივად ჯანსაღია ქართული მართლმსაჯულების სისტემა. და აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ ის ძალები, კონკრეტულად ვამბობ ამას, მათ შორის ბრიტანულ სანქციებთან მიმართებითაც, ის ძალები თუ ის ძალა, ეგრეთ წოდებული deep state იგულისხმება ამ ყველაფერში, ის ძალა, რომელიც იწონებდა 1000 გვარ მანკიერებას და სიმახინჯეს ქართულ მართლმსაჯულებაში 2012 წლამდე, დღეს იწუნებს ჯანსაღ სასამართლო სისტემას. აქ არის პირდაპირი ლოგიკა. დღეს ვინც მოქმედებს ბრიტანეთის სახელით ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხელყოფის მიზნით, იგივე ძალა 2012 წლამდე ბოლომდე მფარველობდა იმ სიმახინჯეს, რაც საქართველოს მართლმსაჯულებაში მოქმედებდა. ეს არის ლოგიკური მოვლენა. კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმას აპირებთ მართლმსაჯულებაში და ამბობს, რომ რეპრესიები საქართველოში პატიმრების გათავისუფლებისკენ არის მოწოდება საფრანგეთის ელჩის მხრიდან და როგორ ფიქრობთ, საფრანგეთში არსებულ ვითარებას თუ გავითვალისწინებთ ბოლო დროს, რატომ არის დაინტერესებული ელჩი ისევ საქართველოში მომდინარე საქმეები? მე მგონი საფრანგეთის ელჩმა უნდა მიხედოს პირველ რიგში თავის ქვეყანას. თქვენ ხედავთ რა ხდება საფრანგეთში, ხო? არის ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელსაც აქვს გამარჯვების სერიოზული შანსები და მას აუგვეთეს არჩევნებში მონაწილეობა. და ამ დროს ჩვენთან მიმართებით აქვთ შენიშვნები ისეთ საკითხებზე, რაც საერთოდ არავითარ შენიშვნას არ ემსახურებს. თვითონ საკუთარ საქმეებს მიხედავთ, ჩვენ არ ვაკეთებთ ხოლმე განცხადებებს იმის შესახებ თუ რა ხდება საფრანგეთში. ყველამ უნდა პატივი სცეს სხვა ქვეყნის
სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, არავინ არ უნდა ჩაერიოს სხვა ქვეყნის საქმეებში. მით უმეტეს, როდესაც ამას აკეთებს დიპლომატი ელჩი, ეს არის ვენის კონვენციის პირდაპირი დარღვევა. ჩვენ ელჩები ასეთ რამეს არ აკეთებენ. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში არაერთი მანკიერება ვიხილეთ მთელი ამ წლების განმავლობაში. დღეს აბსოლუტურად ურიენტი ხელისუფლება ყავს საფრანგეთს. ამის მიუხედავად ჩვენ არ ვსაუბრობთ ამ თემებზე. ნურც ისინი ჩაერევიან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაში, მით უმეტეს გააკეთებენ ამას ვენის კონვენციის უხეში დარღვევით. ანდრიო ხანაშვილის კანდიდატურას და მინდა კითხოს როგორ შეეხება რა კრიტერიუმებით მოხდა მის შეჭრა. ამ შემთხვევაში ისაუბრებს Deep State-თან დაკავშირებით, ამბობს რომ კონკრეტული ნაბიჯები ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არ გადადგმულა საქართველოსთან მიმართებით. ამ შემთხვევაში ისევ ყურადღებას ამახვილებს ამ Deep State-თან დაკავშირებით და გლობალური ომის პარტიებთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში თქვენი პოზიცია როგორია და ასევე საინტერესო როგორი იქნება ამერიკასთან გადატვირთვის პოლიტიკა. ჩვენ მშვიდად ველოდებით მოვლენების განვითარებას. ჩვენ არჩევნები როცა დარდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რა თქმა უნდა, უარეს სცენარზეც ჰქონდა გათვლილი და ეს უარეს სცენარი იქნებოდა იგივე, ასე ვთქვათ, მართლობის დარჩენა ხელისუფლებაში, რაც მანამდე მოქმედებდა. ამ სცენარისთვისაც კი ვიყავით ჩვენ მზად, აბსოლუტურად მზად. ვერც ამ სცენარის პირობებში ვერ შეარყევდა ვერავინ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. ახლა უკვე მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა ტრამპის არჩევამ. თავი შედეგი არის ის, რომ საზოგადოებამ ძალიან ბევრი რამ სხვანაირად გაიგო. უკვე ხედავთ, რომ ახალი ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებში საუბრობს იგივეს წინა ხელისუფლებაზე, რასაც ჩვენ საუბრობდით 4 წლის განმავლობაში. ეს უკვე ძალიან ხელშესახები შედეგია, ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია. რაც შეეხება სამომავლო განვითარებას, ვნახოთ. ჩვენ ყველაფრისთვის ვართ მზად, არის ორი შეესრულო სცენარი. ერთი სცენარია, რომ ტრამპი ამარცხებს Deep State-ს, ამ შემთხვევაში ეს არის ჩვენთვის, რა თქმა უნდა, კარგი სცენარი, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებას საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, მაგრამ თუ ტრამპი ვერ დაამარცხებს Deep State-ს, ამ შემთხვევაში არის რისკი იმისა, რომ ისევე გაგრძელდეს მოვლენების განვითარება, როგორც ეს გრძელდებოდა გასული 4 წლის განმავლობაში. ჩვენ ორივე სცენარისთვის ვართ მზად, ვერც ერთი სცენარის პირობებში ვერავინ ვერ შეარყევს ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. ანდრიო ხანაშვილის კანდიდატურას და 31 სეკუნდა მოხდა მის შეჭრა კიდევ ერთხელ და როგორ შეფასებთ ამ კანდიდატურას? ნუ ზოგადი კრიტერიუმი ყოველთვის არის ერთ და იგივე, ეს არის ორი ძირითადი კრიტერიუმი. ეს არის პირველ რიგში კომპეტენცია და მეორე ეს არის კეთილსინდისიერება და ამ კუთხით ორივე კუთხით ანდრიო ხანაშვილი არის აბსოლუტურად გამორჩეული. ეს არის ძალიან კომპეტენტური, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და მრავალმხრივი და მრავალფეროვანი გამოცდილება და ეს არის უაღრესად კეთილსინდისიერი ადამიანი და ეს კრიტერიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. არა მარტო კარგი კანდიდატია და ძალიან კარგი კანდიდატია ანდრიო ხანაშვილი ამ თანამდებობისთვის, უსის ხელმძღვანელობისთვის, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობისთვის, არამედ ის არის ყველაზე მეტად შესატყვისი, ვინც კი მახსენდება, ყველაზე მეტად შესატყვისი კანდიდატი ამ თანამდებობისთვის, გამომდინარე მისი გამორჩეული კომპეტენციიდან და მისი გამორჩეული კეთილსინდისიერებიდან. მე მინდა მას წარმატებები უსურვო შემდეგი 6 წლის განმავლობაში. მე მინდა გითხოთ ესტონეთის საგარეო საქმეთა 31 მარტს ჰქონდა მას თითქოს გამოსვლა, სადაც საზოგადოებამ გააკრიტიკა ის, ასევე ოპოზიციამ მას გააკრიტიკა. რა ხდება ახლა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, განსაკუთრებით კი ოპოზიციის მე მქონდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ინტერვიუ რამდენიმე დღით ადრე და შეგიძლიათ ნახოთ ეს ინტერვიუ. მაშინ ვამბობდით, რომ Deep State-ს უკვე დაგეგმილი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილის ჩამოწერა ქართული პოლიტიკიდან და რაც ვიხილეთ 31 მარტს არის რეალურად ამის გამოხატულება. რეალურად თქვენ ნახეთ, რომ ისე ოპოზიცია დაუპირისპირა სალომე ზურაბიშვილის Deep State-მა. ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, ანუ სალომე ზურაბიშვილს როგორც უკვე ვადაგასულ პროდუქტს ჩამოწერენ ქართული პოლიტიკიდან. ბატონო ირაკლი, მინდა გითხოთ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე ცაკანამ თქვა, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე უკვე უნდა დაიწყოს პროცედურები მოსახლეობისთვის და ამას არ სჭირდება კვალიფიციური უმრავლესობა 57 წევრი 15-ის თანხმობა საკმარისი ამ პროცედურის წამოსაწყებად. რამდენად რეალურად ფიქრობთ, რომ შეიძლება ეს სცენარი განხორციელდეს და რა არის ამის მიზანი, რომ გაბრაზებული მოქალაქეები მერე თუ შეწყდება უვიზო მიმოსვლა და უპირისპირდნენ ხელს. აი რა იკითხება ამ პოლიტიკური სვლის მიერ?
ეს კონკრეტული გაცემდენა და არასერიოზულია, რომ ასე ვერ გავაკეთებ სერიოზულ კომენტარს. რაც შეეხება ვიზა ლიბერალიზაციას, მე ვფიქრობ, რომ აქ რაიმე სრულებებს არ უნდა ველოდოთ. ეს არის ერთ-ერთი დიპსტეიტის დავალების შემსრულებელი, რომელიც ახმოვანებს ხოლმე რაღაც თავისი აზრით დამაშინებელ გზავნილებს, თუმცა ამით საზოგადოება არც ერთი გასული წლის განმავლობაში არ შეშინებულა და არც მოგვიანებით შეშინდება, საგნამაც თავის საკუთარ ქვეყანას უნდა მიხედოს. ანუ ფიქრობთ, რომ ვიზა ფრის შეჩერება არ დგას მე მგონია, რომ რეალისტური არ არის. აბსოლუტურად არ რელევანტურია დღეს ეს საკითხი, არის უბრალოდ რაღაცა კონკრეტული დავალება, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა შეასრულა ესტონეთში. ბატონო ირაკლი, აჭარის მთავრობის სამშობლოში დატოვა პოსტი, საერთოდ მოულოდნელი იყო მისი განცხადება, თუ არის ან მოიაზრება ვინმე, ვინც ჩაანაცვლებს თორნიკე-რიჟვაძეს და ასევე სად შეიძლება ვიხილოთ თორნიკე-რიჟვაძე. ბოლო თემას რაც შეეხება ჯერჯერობით ვერ გეტყვით, ჩვენ გვექნება ყველაფერთან დაკავშირებით კონსულტაციები, მე გუშინაც გქონდა საუბარი თორნიკე-რიჟვაძესთან, მან მიიღო ეს გადაწყვეტილება, მე მას მინდა მადლობა გადავუხადო, ბევრი რამ გაკეთდა აჭარაში გასული წლების განმავლობაში და მას ამისათვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. რაც შეეხება მომავალში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას, დიდი ალბათობით დღესვე წარვადგენთ პრეზიდენტთან ერთად ახალ კანდიდატურას, გვაქვს ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კონსულტაციები, ასევე შეასრულო კანდიდატთან კონსულტაციები და დიდი ალბათობით დღეს უკვე წარვადგენთ კანდიდატს, წინ არ გავუსწრებ მოვლენებს, დღეისათვის შეიძლება შედგეს უკვე ოფიციალური წარდგენა. შესაძლოა თუ არა კიდევ ვიხილოს საკადრო ცვლილებების საზოგადოება. ზოგადად საკადრო ცვლილებები არის ჩვეულებრივი პროცესი, ზოგადად რა თქმა უნდა შეასრულებელია, დანარჩენ საზოგადოება გაიგებს, როცა ამის დრო დადგება. საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით გითხოთ, ბადრი ჯაფარიძე იყო დაბარებული, თუმცა მან უარი განაცხადა, ესე ვთქვათ, მონაწილეობის მიღებაში, ახლა პროცესებმა გადაინაცვლა უშუალოდ პროკურატურაში, სადაც უნდა წარედგინოს მას ბრალი. აქვე ისიც უნდობლობას უცხადებს ჯაფარიძე პროკურატურას და მაგისტრი მოსამართლის წინაშე, ასე ვთქვათ, თანახმად. სინამდვილეში ამ ადამიანებს არაფერი აქვს სათქმელი, თქვენ იცით, რომ ისინი საკმაოდ მძიმე ქმედებებში არიან ეჭვმიტანილი, განსაკუთრებით წინა ხელისუფლების პირობებში, თუმცა არა მარტო მაშინ, დღესაც ხედავთ, რომ ისინი არიან მთლიანად ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობით დაკავებული. თავი მიზეზი, რადგანაც არ მიდიან ისინი პარლამენტში, საკონსულტაციო კომისიაში, არის ის, რომ მათ არ აქვთ პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც აუცილებლად დაისვენება საკონსულტაციო კომისიაში. მადლობა.